გამარჯობათ. საქართველოს ისტორია 3000 წელს ითვლის. ქართველი ადამიანი ამ მიწაზე დამკვიდრდა, როცა ფიზიკურად არ არსებობდა არც ევროპა, არც რუსეთი, არც ამერიკა. რომი პატარა ქალაქი იყო. გერმანია უღრანი ტყეები. რუსული ეთნოსი არ არსებობდა, როგორც ასეთი. ჩინეთის და ინდოეთის მოსახლეობა არანაირად არ აისახებოდა პლანეტაზე მიმდინარე ჩვენთან დაკავშირებულ მოვლენებზე. დედამიწის მოსახლეობა ამ დროისათვის, როგორც მეცნიერები ამბობენ, იყო დაახლოებით 50-70 მილიონი კაცი. ქართველები, ქართველური ტომები დაახლოებით 1 მილიონი. პროცენტული თანაფარდობაც გასათვალისწინებელია. სად 3 მილიონი რო ხარ 8 მილიარდიან პლანეტაზე და სად 1 მილიონი რო ხარ 70 მილიონში. ამ დროიდან მოყოლებული ჩვენ ქვეყანას ვაშენებთ და ვერ აგვიშენებია. ცარიელი მინდორი დაგხვდა და ვერ ავითვისეთ. 10 წლეულები გადის, 1000 წლეულები გადის. გაჩნდნენ ახალი ერები, შექმნეს ახალი სახელმწიფოები, გამრავლდნენ, განვითარდნენ, კოსმოსში გაფრინდნენ. ჩვენ კი ვიღაცა მანქანას რომ არ აწყობდეს, ალბათ ისევ ურმებით ვივლიდით. რას დავაბრალოთ ეს? რა არის ამის მიზეზი? მხოლოდ ომებით, შემოსევებით ამას ვერ ავხსნით, რადგან კაცობრიობის ისტორია ეს არის ომების ისტორია. ყველგან იგივე ხდებოდა, ზოგჯერ უარესიც, მაგრამ ქვეყნები შედგა. პატრიარქი სასუფეველში რომ წავიდა, 1,5 მილიონი ადამიანი შეიკრიბა სამძიმარზე. ეს ძალიან კარგია, მაგრამ უცხოელების ჩამოსახლების საწინააღმდეგო მიტინგი რო იყო, იქ როგორც ამბობენ 20 თუ 30,000 კაცი მოვიდა. მოდით შეკითხვა ასე დავსვათ. რა ჯობდა საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, ერის მომავლისთვის, რომ 1 მილიონი კაცი მისულიყო სამძიმარზე, თუ 1 მილიონი კაცი რომ გამოსულიყო უცხოელების ჩამოსახლების წინააღმდეგ. და ქართველი კაცი, მართლმადიდებელი, მონათლული, აღსარებელი და მაზიარებელი იმას ვერ მიხვდა, რასაც ხვდებიან უღმერთო ერები, მოუნათლავი ადამიანები. პირადად მე ჯერა, რომ უწმინდეს უფრო გაუხარდებოდა ეს ციფრები, რომ პირიქით ყოფილიყო, რომ 1 მილიონი კაცი გამოსულიყო თავისი ქვეყნის მომავლის დასაცავად. როგორც ჩანს, ჩვენ ვიმართებით ემოციებით, ვიდრე გონებით. ვრეაგირებთ სიყვარულზე, სიძულვილზე, გულგრილობაზე, მაგრამ საქმეზე ორიენტაცია ნაკლებად. მომავალს უნდა ვგეგმავდეთ, შრომობდეთ, ვამხორციელებდეთ. ჩვენ კი წარსულისგანაც ვერ ვსწავლობთ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემდეგ ქართველები ერთმანეთში დაობენ 100,000-ობით უცხოელის საშვილიშვილოდ ჩამოსახლება საქართველოს მთელ პერიმეტრზე. ეს კარგია თუ ცუდიაო და ვერ გაურკვევიათ. ჩვენ თაობიდან თაობამდე უშვებთ რაღაც ერთი და იგივე შეცდომას. მათემატიკურად არის შეუძლებელი, რომ საუკუნეების მანძილზე ერთი და იგივე მეორდებოდეს შემთხვევით. ქართველი კაცი იმართება ემოციებით, გრძნობების ტყვეობაშია. გონებით, რომ სიკეთე გააკეთოს, არ შეუძლია. უჭირს, თავის გულს ვერ იმორჩილებს. ემოციების უკან კი ხშირ შემთხვევაში უნდა მოვიაზროთ ვნებები. ვნებების უკან კი მათი გამომგონებლები. ემოციების ძალა და გავლენა კარგად ჩანს წერლობაზე. ინტერნეტით თუ გაეცნობით გერმანულ, ჩინურ, იაპონურ პოეზიას, დაინახავთ რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის, განცდების მხრივ. შეადარეთ, როგორია ქართული ზღაპრები და როგორია გერმანული ზღაპრები. ჩვენ უფრო განცდებით ვცხოვრობთ, ვიდრე რეალობით.
სიყვარული, სიძულვილი, გულწრფელობა, მზაკრობა, გრძნობების ჭიდილში ვატარებთ მთელ ცხოვრებას. არაფრის გულისთვის თავს გავწირავთ ვიღაცის გულისთვის, მერე ასევე არაფრის გულისთვის ვიღაცას მოკლავთ, ან შევაკვდებით სრულიად უცხო ადამიანს, რომელიც თავის გზაზე მიდიოდა. წესით გული გონებას უნდა ემორჩილებოდეს. ჩვენთან პირიქითაა, გონება ემორჩილება გულს. გული კი ცოდვილია. ღვთისმცნებებით სახარებით ცხოვრება გამოასწორებს ჩვენში მემკვიდრეობით დანერგილ ამ გაუკუღმართებულ იერარქიასაც. საუბარი არ არის სულიერ განწმედაზე, რომ 3 მილიონი წმინდანი ცხოვრობდეს საქართველოში. იმდენი მაინც რომ შევძლოთ, რაც უღმერთო და მოუნათლავმა ერებმა შეძლეს, რომ უბრალოდ არ გავქრეთ. წესით გული უნდა ემორჩილებოდეს გონებას, გონება უნდა ემორჩილებოდეს ღმერთს. ღმერთმა გაგახაროთ.